ძვირფასო მორწმუნეებო. თვარის კალენდრის მიხედვით გასულ სამშაბათს დადგა პირველი თვე მუჰარრემი. როგორც ვიცით, ამ კალენდრის ათვლა უკავშირდება ისლამის ისტორიის უმნიშვნელოვანეს მოვლენას, ჩვენი შუამავლის სალლალაჰუ ალეიჰი ვესელემის მექადან მედინაში გადასახლებას, ანუ ჰიჯრას. როგორც ვიცით, ალლაჰის შუამავალი გამჩენის ბრძანებით ადამიანებს ერთი ღმერთის რწმენისა და სათნოებისკენ მოუწოდებდა. სამწუხაროდ, მექელი კერპთაყვანისმცემლები ამ მოწოდებას მტრობით შეხვდნენ. ისინი მუსლიმებს გამუდმებით ავიწროებდნენ, ფიზიკურად უსწორდებოდნენ, აწამებდნენ და ბოლოს სამყაროთათვის წყალობად წარმოგზავნილი შუამავლის სიცოცხლის ხელყოფაც კი განიზრახეს. მიუხედავად მექაში შექმნილი გაუსაძლისი პირობებისა, მორწმუნეებს მშობლიური ქალაქი არ დაუტოვებიათ მანამ, სანამ შუამავალმა გამჩენისგან მედინეში გადასახლების ბრძანება არ მიიღო. ეს ღვთიური წინამძღოლობა და დიდი მოვლენა ისლამის ისტორიაში მოიხსენიება როგორც ჰიჯრა. მექქადან დევნილებს მუჰაჯირები, ხოლო მედინელ მასპინძლებს, რომლებმაც ისინი გულთბილად მიიღეს, ანსარები ეწოდებათ. ჰიჯრა არ წარმოადგენდა მხოლოდ გეოგრაფიულ გადაადგილებას, მატერიალური პირობების გაუმჯობესების მცდელობას ან უბრალო გაქცევას. იგი იყო რწმენისა და იდეალების დასაცავად გადადგმული რთული, თავგანწირული ნაბიჯი. ჭეშმარიტი მუჰაჯირობა სულიერი მდგომარეობა, რასაც შუამავლის შემდეგი სიტყვებიც ადასტურებს. ჭეშმარიტი მუჰაჯირი ისაა, რომელიც ალლაჰის მიერ აკრძალულად დადგენის განუდგება. ძვირფასო მორწმუნეებო, შუამავალმა მუჰარრემი მოიხსენია როგორც ალლაჰის თვე, რითაც ხაზი გაუსვა ამ პერიოდის განსაკუთრებულ ღირსებასა და მნიშვნელობას. ამ თვეში მარხვას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რაზეც შუამავალი შემდეგნაირად მიგვითითებს. რამაზნის თვის შემდეგ ყველაზე მადლიანი მარხვა ალლაჰის თვეს წოდებულ მუჰარრემის თვეში მარხვა, ხოლო სავალდებულო ფარძი ლოცვების შემდეგ ყველაზე მადლიანი ლოცვა ღამის ანუ თეჯუთის ლოცვა. მუჰარრემის თვის გვირგვინი აშურას დღეა, რომელიც მუჰარრემის მეათე დღეს მიმდინარე წლის 25 ივნისს ხუთშაბათს ემთხვევა. ამ დღის მარხვით გატარებას დიდი მადლი ახლავს თან. ალლაჰის შუამავალი ბრძანებს, სასოებდიათ გამჩენს აშურას დღის მარხვა გასული წლის განმავლობაში ჩადენილი ცოდვების მიტევების საშუალება იქნება. მედინაში ჩაბრძანებისას შუამავალმა შეამჩნია, რომ იუდეველები ამ დღეს მარხვით აღნიშნავდნენ. მიზეზის კითხვისას მათგან მარტეს, რომ სწორედ ამ დროს იხსნა ალლაჰმა მუსა შუამავალი და მისი მიმდევრები ფარაონის ტირანიისგან. მაშინ ალლაჰის შუამავალმა ბრძანა, მუსა შუამავლთან ჩვენ უფრო ახლოს ვართო და მორწმუნეებსაც მარხვისკენ მოუწოდა. ოღონდ, რათა ჩვენი მსახურება განსხვავებული ყოფილიყო, გვირჩია აშურას დღესთან ერთად ერთი წინა ან მომდევნო დღეს მარხვით გაგვეტარებინა. აქედან გამომდინარე, უმჯობესია ვიმარხულოთ მუჰარრემის მე-9 და მე-10 ან მე-10 და მე-11 დღეები. ისტორიულად, სწორედ ამ დღეს უკავშირდება უამრავი წყალობა, ადამ შუამავლის მონანიების შესმენა, ნუხის გემის ხმელეთზე მიდგომა და შუამავალი იაყოფის შეხვედრა თავის საყვარელ შვილთან იუსუფთან. ძვირფასო მორწმუნეებო, გულითადად გისურვებთ მუჰარრემის მადლმოსილი თვის სიკეთესა და მადლს. უზენაეს გამჩენს შევევედროთ, რომ ეს პერიოდი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ერისა და სრულიად ისლამური სამყაროსთვის მშვიდობისა და სიმშვიდის მომტანი ყოფილიყოს. ხუთბა კი უზენაესი ალლაჰის შემდეგი აიათით მინდა დავასრულო, რომელთაც ირწმუნეს, გადასახლდნენ, ჰიჯრა შეასრულეს და იბრძოლეს თავიანთი ქონებითა და თავიანთი სულით ალლაჰის გზაზე, აღმატებული ხარისხებია მათთვის ალლაჰის წინაშე და სწორედ ეგენი არიან ნეტარნი. უზენაესმა ალლაჰმა მტკიცე რწმენით, გულწრფელი ღვთისმსახურებითა და კეთილი საქმეებით გაგვატარებინოს ეს დრო.
შეისმინოს ჩითვეული ჩვენგანის ლოცვა, მარხვა და ვედრება. მოგვიტევოს ცოდვები და მოგმადლოს სიხარული, ხვავი ბარაქა და კეთილდღეობა, როგორც ამ ქვეყნად, ისე საიქიოში.